მიჩვეულები ვართ ძალადობას, გვინახავს ბევრი ძალადობა, აქციების დაშლაც გვინახავს, მაგრამ ნამდვილად არის ეს განცდა, რომ რაღაც კიდევ უფრო საშინელება დატრიალდა ჩვენ თავს ნოემბრიდან მოყოლებული. ქალებს, გოგონებს როგორ ცემენ და როგორ ტკბებიან ამ ქვეყანაში რაღაც ისინი ხო იყო არა რაღაც და ესენი გვაბრალებენ ჩვენ იმას რა ქვია უსამშობლოობას და ტრადიციებს გვართმევენ და ქართველობას. ის რაც ჩვენ ნახეთ 2024-ის ბოლოს, რაც განვითარდა საქართველოში, არის უპრეცედენტო ფაქტია 21 საუკუნის საქართველოში მსგავსი რამე არ გქონია აქციების დარბევის კუთხით, როდესაც ლაივ სტრიმში უყურებდით ადამიანების რეალურად წამებას და მინდა რომ დაგიშალოთ თუ რატო არის ეს წამება. წამებისა და არადამიანური მოპყრობის აკრძალვას გრძელი ისტორია აქვს, თუმცა მისი უნივერსალური აკრძალვა და კრიმინალიზება უკავშირდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კონტექსტს და ის იყო რეაქცია მათ შორის ნაცისტური რეჟიმების პოლიტიკაზე, რომელმაც კონკრეტული ჯგუფები, მათ შორის ებრაელები, შშმ-პირები, ქუიარები, ბოშები და მთელი რიგი ეთნიკური ჯგუფები წამებისა და განადგურების სამიზნედ აქცია. ამის შემდეგ მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ არ არსებობდა გამონაკლისი და არ არსებობდა გამართლება, როცა ადამიანის ღირსების, მისი სხეულებრივი მთლიანობის თუ ფსიქიკური ერთიანობის ხელყოფა სახელმწიფოს მხრიდან გამართლდებოდა. ეს ძალადობა მზადდებოდა და აი ეს არის რაც უნდა აუხსნათ ჩვენ საზოგადოებას. ყოველ ჯერზე ზარავს რამხელა სისასტიკის შესაძლებლობა არსებობს ადამიანში. აი ეს მზარავს ყოველ ჯერს. მიუხედავად იმისა, რომ 25 წელია ძალიან ახლო შეხება მაქვს და ვიცი. ადამიანები საუბრობენ, რომ მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამება ხდებოდა დაკავების შემდგომ, სპეციალურად ამისთვის გამზადებულ ტრანსპორტში. მარშრუტკებიდან სკამები იყო ამოღებული იმისთვის, რომ უკეთესად მომხდარიყო ადამიანების ცემა. ანუ უკვე ტრანსპორტი გამზადებული იყო ამისთვის, რომ ადამიანები ეწამებინათ ამ ტრანსპორტში. ყოველად განიარაღებულ ადამიანებს, ან უსუსრულ მდგომარეობაში ყოფ ადამიანებს უსასტიკესად ბევრი ადამიანი ურტყავდა, სპეციალური ხელთათმანებით ურტყავდნენ. ეს არ იყო უბრალოდ ძალის გადამეტება, ეს არ იყო უბრალოდ ერთი დარტყმა, ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელიც აღწერა არაერთმა დაკავებულმა ადამიანმა. სხვადასხვა ლოკაციებზე, ხანდახან ერთი და იგივე დროს, ხანდახან სხვადასხვა დროს იდენტური მეთოდებით ხდებოდა გასწორება ამ ადამიანებთან. იდენტური მეთოდებით აწამებდნენ სხვადასხვა ადამიანებს. ეს ნიშნავს, რომ ეს არის ბრძანების ნაწილი, იდენტური ლექსიკა იყო გამომწყენებული, დამამცირებელი, გაუპატიურების მუქარით დაწყებული. თქვათ, ახლა ვერც გავაჟღერებ ის სიტყვები, რა სიტყვებით ჟღერდებოდა ხოლმე. თუმცა ეს სიტყვები იყო იდენტური და ამას გვითხრობს ასე მეტი ადამიანი გვეუბნება ამას. მარშრუტკა იყო. გამოაღეს კარი და შემაგდეს შიგნით. მე რო შემაგდეს, ეგრევე შემოაგდეს მეორე ბიჭიც. როგორც ჩანს, ის სხვა ჯგუფმა დააკავა. ეგრევე შემოვიდა 5 კაცი და დაგვიწყეს რტყმა. მე როგორც მახსოვს, ორ-ორი გვირთხავდა თითოს და ის ერთი ორივეს.
იქ რომ ვეგდე ერთი ზეც შემდგა, ხტუნაობდა ჩემზე. ვიღაცებს მოწოდებები ჰქონდათ, თავში უტყვით მოკალითო. მოგიყვანთ ფორმაში და დუბინკას დაგიყენებთ, ამით გაგაუპატიურებთო. ფურგონში ამომყვა რამდენიმე ადამიანი და ეგრევე დამიწყეს სემა. ჯერ მუშტებით, მერე ფეხებით, წიხლებით, ძირს დამაგდეს, უმოწყალოდ მილხავდნენ. ხელებით ვცდილობდი სახის დაფარვას, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მცემდნენ. გასინჯვის შედეგებმაც გვაჩვენა, რომ თავის ტრავმები მსგავსი ჰქონდათ ამ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა დღეს სხვადასხვა ადგილზე იყვნენ ნაწამებები, მოტეხილობები ჰქონდათ მსგავსი, ანუ ბრძანება იყო გაცემული, სად ყოფილიყო დამიზნება. მდე აქციის მონაწილე იყო დაკავებული იმ პერიოდში. თითქმის ყველა საუბრობს იმაზე, რომ იყო აი ამ მანქანებში, სადაც სასტიკად უსწორდებოდნენ და განსაკუთრებით სახის არეში ურტყავდნენ, რომ სახის ძვლის მოტეხილობებიც სწორედ აქედან გამომდინარე ჰქონდათ ბევრ მათგანს. იყო ის, რომ იქ იყო ეგრეთ წოდებული ზედამხედველი პოლიციელი, რომელიც დამატებით აძლევდა მითითებებს, რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო ამ კონკრეტული დაკავებული ადამიანების ცემა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო ეს ცემა. და ისინი მითითებებს მიყვებოდნენ, ანუ ცალკეული ინდივიდუალური პოლიციელები მიყვებოდნენ სხვა ზედამხედველი პოლიციელის მითითებებს და ეს ისტორია ბევრმა დაკავებულმა აღწერა. ასევე სისტემურობას ადასტურებს ის, რომ არც კი ყოფილა მცდელობა იმისა, რომ პოლიციელებს ჰქონოდათ ამომცნობი შესაბამისი ნიშნები ტანის სამოსზე, ისინი როგორც წესი ნიღბებით არიან ხოლმე, რაც დამატებითი გარანტიაა მათთვის, რომ მათი დანაშაული დაუსჯელი დარჩება. რამდენადაც მე თვითონ აღმოჩნდი ერთ-ერთი პერსონაჟი არა და საკმაოდ დიდი ულუფათო დოზა მივიღე ამ ძალადობის. აქ თავარია როგორი განსხრომით და სიამოვნებით და ნეტარებით აკეთებენ ამას, მე არ ვიცი ამ ადამიანებს დასუშვებიან, ალბათ არჩევენ საგანგებოდ, რაც შეიძლება ცარიელ და პირუტყ ტიპებს. არ ვიცი მე ეს პოლიცია იქნება სპეციალიზმელი თუ რაღაცა როგორ მოახერხეს, მაგრამ ჩვენ არ ვლაპარაკობთ ადამიანებზე, ეს სისასტიკეც აღარ ქვია ამას უკვე ეს არის ვერ უძებნის სიტყვას, ხო ესენი ნეტარებენ, არ ვიცი რა პროპაგანდა არის, როგორ დაამუშავეს. პოლიცია არამხოლოდ ძალადობს, როგორც ესეთი შავი, უხილავი, დეპერსონალიზებული ძალა, არამედ ის იყენებს ენას ამ ძალადობის დროს და ძალადობის მსხვერპლი მოქალაქეები საუბრობენ იმაზე, რომ პოლიცია მათთან საუბრობდა მაგალითად ევროპაზე და ღიად ანტიევროპულ იდეებს აჟღერებდა, ძალიან ხშირად იყენებდა ჰომოფობიას და ამავდროულად პოლიტიკური ოპონენტებისა და პარტიების მიმართ სიძულვილს. ისინი მოამზადეს რაღაცნაირად ამისთვის. იდეოლოგიურად ისინი მზად არიან, იმიტომ რომ დაარწმუნეს, რომ დღეს ქუჩაში ვინც დგას, ეს ხალხი ამ ქვეყნის მტერია. და ეს არის ქართული ოცნების მრავალწლიანი პროპაგანდის შედეგი, რომელმაც იმუშავა არა მარტო გარეთ ხალხში და საზოგადოებაში და სამწუხაროდ იმუშავა, ასევე იმუშავა სახელმწიფო სტრუქტურებში. და დღეს პოლიციამ ჩვენ მოგვნიშნა პროტესტის მონაწილეები მონიშნა სახელმწიფოს მტრებად. Что вы делаете? Позор! Позор! არსებობს მსგავსება იმ მეთოდებს შორის, რაც ბელორუსში იყო გამოყენებული ომონის მიერ და საქართველოშიც იყო ამ დღეებში გამოყენებული. გვაგონებს ბელორუსის პატერნებს დაზიანებების იდენტურობა და მაშინ ცით რაც ჩანდა, რომ სხვადასხვა ქალაქში პოლიციის განყოფილებებში, რომელსაც ანალოგიური კავშირი არ აქვს, ხო, იდენტური მეთოდებით იყო ნაწამები ადამიანები. აი ეს არის სისტემატიურობაზე, როდესაც ვსაუბრობთ.
თუ ნაციონალური მოძრაობის დროს ძალადობის ყველაზე ინტენსიური და სასტიკი ძალადობის ადგილები ეს იყო პენიტენციალური დაწესებულებები და ციხეები. ეს ძალადობა ხშირად უხილავი იყო ჩვენთვის და ყოველთაო აღშფოთება დაიწყო მაშინ, როდესაც ეს ძალადობა ყველამ ვიხილეთ და ეს უხილავი პრაქტიკა გარეთ გამოვიდა. ქართული ოცნების შემთხვევაში, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა იმის დემონსტრირებას, რომ ის წინა რეჟიმისგან განსხვავებით უფრო რბილია, უფრო ჰუმანურია, დღეს ის მასობრივ ძალადობაზე გადავიდა და ჩვენ ვხედავთ, რომ ის დაინტერესებულია, რომ პირიქით ეს ძალადობა გამოჩნდეს. დემონსტრაციულად უნდა პოლიციას, რომ ეს ყველამ ნახოს, რამდენად სასტიკი იქნება ამ პროტესტის მონაწილეების მიმართ. ძალადობა ხდება მართვის ლოგიკა და მართვის იარაღი. ძალადობას დღეს აქვს სტრატეგიული მიზანი და დემონსტრაციულად ძალადობრივია დღეს პოლიცია, იმიტომ რომ ამ ძალადობის და რეპრესიის დანიშნულება არის პროტესტის სულისკვეთების გატეხვა. მთელი რეჟიმი დგას საპოლიციო აპარატზე, ამიტომაც პოლიციისთვის უსაფრთხოებისა და დაუსჯელობის გარანტიების მიცემა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი რეჟიმისთვის. წამება გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარღვევა ადამიანის უფლებების, ასევე ერთ-ერთი ყველაზე რთული ტრავმა ფსიქოლოგიური კუთხით. ხანდახან წლები ჭირდება ადამიანს, რომ გადალახოს ის უმძიმესი გამოცდილება, რაც გამოიარა. შემიძლია გითხრათ, რომ ის ადამიანები, ვინც ნოემბერ-დეკემბერში აწამეს, დღემდე იძახიან, რომ მუდმივად ეს იზმრებათ, კადრებად შემოსდით, კუცებს სისხლის გემოს გრძნობენ პირში, ხმები ესმით პირის, ანუ ხელახლა განიცდიან მუდმივად იმ ეპიზოდს, რომელიც მათ გადახდა. საქართველოს ბელორუსი ჩვენ არ ვართ და ირანი რომ ამას დიდხანს გაუძლოს. უბრალოდ ყოველდღიურად იმდენს ვკარგავთ, რომ დროზე გვინდა დასრულდეს ეს ყველაფერი და ერთად პირველად ვარ ცხოვრებაში ისე რომ სიცოცხლეც მემეტება და ყველაფერი ჩემსაზე ვამბობ. არასდროს არ ყოფილა 100%-ით და მეტით დარწმუნებული იმაში, რასაც ვაკეთებ და რისთვისაც ვიბრძვი და სულ ვიბრძოდი 16-17 სასაკიდან ისე დაემთხვა ჩემი ასაკობრივი ამბები, რომ დამღალა ამ საქართველოს, მაგრამ რა გინდა რომ უხო ჩვენი